ნახშირწყლები მართლა ჩვენი მთავარი მტერი, ანუ იძახია რომ არაფრით არ უნდა გავეკაროთ მას, ისინი ყველაზე საშიშია. რეალობა კი არის ის, რომ არსებობს სასარგებლო, ანუ რთული ნახშირწყლები და არსებობს ძალიან მავნე, არაჯანსაღი, ანუ მარტივი ნახშირწყლები. როგორ უნდა განვასხვაოთ? მოდი, ჯერ შედარებას გეტყვი, ნახე. წარმოიდგინე ხის დიდი მორი, რო შეაგდო ბუხარში, ანუ არ გადაამუშაო, არაფერი არ გაუკეთო, ანუ რთული სტრუქტურა, შეაგდე ბუხარში, რა მოხდება? ნელ-ნელა დაიწვება, ნელ-ნელა მოგცემს სითბოს და დიდხანს გაგრძელდება წვა. ხოლო რო დააკუცმაცო იგივე მორი, ნახერხად აქციო და შეაგდო ბუხარში, წამში აალდება, მოგცემს ძალიან დიდი რაოდენობით სიცხეს და წამში ჩაიწვება. ესეა ნახშირწყლები, თუ ის გადაუმუშავებელია, ნელ-ნელა შლის ორგანიზმი რთულ სტრუქტურას, ნელ-ნელა გაძლევს ენერგიას და ბევრ ინსულინს არ გამოიმუშავებს ორგანიზმში და თუ გადამუშავებულია, მაგალითად თეთრი პური, ცომეული, ტკბილეული, ანუ მარტივი ნახშირწყლები, თუ აი ეს მარტივად იშლება ორგანიზმში, ძალიან დიდი რაოდენობით შაქარს გამოისვრის, ბევრი ინსულინი ჭირდება და ის ძალიან მავნეა. ამიტომ ეცადე ჭამო გადაუმუშავებელი რთული ნახშირწყლები თამამად მიირთვი.